ზღვაში იყო 10 თევზი. პირველ დღეს დაიხჩო 2 თევზი, მეორე დღეს 3 თევზი და მეოთხე დღეს 1 თევზი. რამდენი თევზი დარჩა ზღვაში? 4. არ ხარ მართალი, კარგად დაფიქრდი. ესე იგი, გაგიმეორებ კიდე კითხვას რა. პირველ დღეს 2 არ დაიცვალა, დაიხჩო უფრო სწორედ. მეორე დღეს 3 დაიხჩო, მესამე დღეს 1 დაიხჩო. რამდენი დარჩა ზღვაში თევზი? ზღვაში ბევრი თევზი. კაი, აკვარიუმში ვთქვათ. აკვარიუმში იყო 10 თევზი. პირველ დღეს დაიხჩო 3, მეორე დღეს 2, მესამე დღეს 1. დაფიქრდი. 4 რანაირად, აი აგვიხსენი რანაირად 4. 10 რო გამოვაკლო, 3 არის. 7, 7 რო გამოვაკლო, 2 არის. 5, 5 რო გამოვაკლო, 1 არის 4. ხო, ჩახ, მაგრამ მართალი არ ხარ. მათემატიკა იცი, მაგრამ კითხვის პასუხი არ იცი. მანამდე სანამ ეს ბავშვი გამოიცნობს, თუ გამოიცნობს საერთოდ, დაწერეთ კომენტარებში რა არის ამ კითხვის პასუხი. გაგიმეორო კიდე კითხვა თუ არ გინდა? თევზი წყალში არ იხჩობა. მართლა, იხჩობა, როგორ არ იხჩობა? არ იხჩობა. როგორ არა? არ გინდა ხავს წყალში. ამოტრიალებული თევზი რო წევს ხოლმე, დამრჩვალი. დაგინტკიცებ, რომ თევზი ცხოვრობს წყალში და როგორ დაიხსენე. შენ ხარ მართალი და შენ გადმოგეცემა შაპიტო.